მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. ევროპული ბიუროკრატიის პოლიტიკამ ევროპა მიიყვანა საკმაოდ მძიმე მდგომარეობამდე და მძიმე ტენდენციებამდე მათ უნდა გადახედონ საკუთარ პოლიტიკას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როგორც მან აღნიშნა, ევროპა ჯერ კიდევ ინარჩუნებს მათ შორის კეთილდღეობის იმ დონეს, რომელიც 70 წლიანი უწყვეტი მშვიდობის საფუძველზე შეიქმნა ევროპის მასშტაბით, მაგრამ ტენდენციები არის უკიდურესად შემაშფოთებელი. მთავრობის მეთაურის თქმით, ცდილობენ ხელოვნურად ჩაჭრან კავშირები ისეთ ქვეყანასთან, როგორიც არის საქართველო. ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ შეგვიძლია გამოვხატოთ სრული მზაობა, რომ გადავტვირთოთ ურთიერთობები ევროკავშირთან. ჩვენ ვართ სრულიად ღია, თუმცა მათი მხრიდან ვხედავთ საბჭოურ მიდგომებს, კარჩაკეტილობას და არსაუბარს. ეს არის სრულიად საბჭოური მიდგომები, რაც უნდა გამოსწორდეს. განაცხადა ირაკლი კობახიძემ. სახელმწიფო ყოველთვის იყო მოწოდების სიმაღლეზე და რა თქმა უნდა არავის აძლევდა რადიკალური სცენარების განხორციელების საშუალებას. მით უმეტეს ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ოპოზიციას არჩევნებში არ მონაწილეობით ფუნქცია აქვს დაკარგული და არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, რის გამოც ვერც არჩევნებს იგებს და ვერც რევოლუციას აწყობს. როგორც კობახიძემ განაცხადა, კარგია ისიც, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ქართული კოშმარის არაღიარების შესწორების წინადადების წარდგენა ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში და დასავლეთში ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს არასდროს აღიარებენ. როგორც ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გეოპოლიტიკური ჩიხიდან ქვეყნის გამოსვლის ერთადერთი გზა არსებული სისტემის დემონტაჟია. მისი განმარტებით, ყველა რესურსი ამოწურულია როგორც ქართველი ხალხის, ისე საერთაშორისო პარტნიორების. ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ ივანიშვილი არის დასანქცირებული სტრატეგიული პარტნიორობა არის შეჩერებული. ამ პოლიტიკის გაგრძელება გახლავთ ამ დებულების შეტანა. არსებობენ სენატორები, რომელთაც უფრო მეტად აქვთ ფრთხილი პოზიცია, რადგან მათ კარგად არ ესმით ივანიშვილის რუსული ბუნების არსი იმ მხრივ, რომ მისი გამოსწორება კონსტრუქციულ ფარგლებში გადმოყვანა არის უკვე შეუძლებელი. ამ მხრივ ყველა რესურსი არის ამოწურული როგორც ქართველი ხალხის, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ, განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. ვაშინგტონში ჩვენი შეხვედრები ადასტურებს, რომ სამხრეთ კავკასიაზე ინტერესი გაიზარდა. ივანიშვილის მცდელობა, რომ საქართველო ამერიკის რადარიდან გააქროს, არასდროს გამოუვა. პირიქით, შავი ზღვის რეგიონზე ყურადღება იმატებს და მისი კრიმინალური რუსული რეჟიმის დასრულება გარდაუვალია. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა. მისი განცხადებით, ისინი პარტნიორებს ინფორმაციას აწვდიან ივანიშვილის ირანულ და ჩინურ კავშირებთან დაკავშირებით. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით პარტიის ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების სენატში შეხვედრებს აგრძელებენ. სენატორებთან საუბრისას განიხილება საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობის საკითხები, ივანიშვილის რეჟიმის კავშირები კრემლთან, ჩინეთთან და ირანთან. ასევე საუბარი პოლიტიკური პატიმრების საკითხსაც შეეხო, ნათქვამია ინფორმაციაში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩაბა პარტიის ლიდერებთან ერთად სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე სენატორ ჯიმ რიშ და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის სენატორ როჯერ უიკერის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობის პრესამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სენატორებთან საუბრისას განიხილეს საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობის საკითხი, ივანიშვილის რეჟიმის კავშირები კრემლთან, ჩინეთთან და ირანთან. საუბარი შეეხო პოლიტიკური პატიმრების საკითხს. აშშ საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვისთვის და აღდგენისთვის აუცილებელია რეჟიმის ცვლილება და ჩვენ საგარეო წნეხით და ჩვენი ბრძოლით ქვეყნის შეგნით ამ ცვლილებას აუცილებლად მოვიპოვებთ, განაცხადა თინა ბოკუჩავა. ბრიუსელში ვიზიტი ემსახურება იმას, რომ ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც ამ არაჩვეულებრივ ქალაქშია, გადმოვიტანოთ თბილისში. ამის შესახებ ძლიერის საქართველოს ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიუსელის მერ ფილიპ კლოზისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, კლოზიმ ირაკლი კუპრაძის თბილისის მერობის კანდიდატურას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ძალიან საინტერესო შეხვედრა გქონდა ბრიუსელის მერთან. ეს ვიზიტი ემსახურება იმას, რომ ძალიან დიდი გამოცდილება, რომელიც ამ არაჩვეულებრივ ქალაქშია, გადმოვიტანოთ თბილისში. ეს ეხება ისტორიული ცენტრის აღდგენას, ეხება სერიოზული ინვესტიციების მოზიდვას, ეხება სკოლებისა და საავადმყოფოების ძალიან დიდ ინფრასტრუქტურას, რომელსაც ბრიუსელის მერი ამართავს. ოპოზიციონერი ლიდერი მათ ვიზიტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძისა და კახა კალაძის შეფასებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ თავიანთი რიტორიკა უნდა შეატრიალონ, რადგან ისინი საქართველოში პუტინის პირდაპირ მსტავრები არიან.
ორი ოპოზიციური ძალის თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ ევროპის დედაქალაქის მერისგან მხარდაჭერის და მომავალი თანამშრომლობის პირობა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ლელოს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით ფილიპ კლოზი მერობის კანდიდატი ირაკლი კუპრაძე ძლიერის საქართველოს ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თაზო დათუნაშვილი ბრიუსელის მერიის ისტორიულ შენობაში მიიღო. ევროპის დედაქალაქის მერის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ჩემთვის როგორც თბილისის მერობის კანდიდატისთვის და თბილისელების მომავლისთვის. სამწუხაროა რომ თბილისის რუსი მერი ვერ ჩამოდის ევროპულ დედაქალაქებში და ვერ ელაპარაკება თავის ევროპელ კოლეგებს ჩვენი დედაქალაქის განვითარებაზე. კალაძე ვერ ხვდება საქართველოს მოქალაქეებს, ის ვერ ხვდება ევროპელ კოლეგებს და ეს ყველაფერი უკან ხევს და იზოლაციაში აქცევს ქართულ ხალხს. განაცხადა ირაკლი კუპრაძემ. ეს არის ჩვეულებრივი აგენტურული ქსელი, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ ამ ქვეყნის ბედი, არ აინტერესებთ არც მომავალი. ისინი იკვებებიან გარედან და ჰყავთ თავიანთი პატრონები. ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძე მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლელო ძლიერის საქართველოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე, ირაკლი კუპრაძე და თაზო დათუნაშვილი ბრიუსელში გაემგზავრნენ. კახა კალაძის განცხადებით ამ ადამიანების მიზანია საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა აღარ ჰქონდეთ. ამასთან თბილისის მერე ფიქრობს, რომ ლელო ძლიერის საქართველოს ლიდერების ბრიუსელში გამგზავრება არჩევნებს არ უკავშირდება. ჩუღურეთის რაიონში მარუაშვილის ქუჩის 50 ნომრის მიმდებარედ ახალი სპორტული მოედანი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით რაიონში ყველაზე დიდი საფეხბურთო მოედანი 968 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოიწყო. შესრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. პროექტის ფარგლებში დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი. დამონტაჟდა ტრიბუნები, ტერიტორია შემოიღობა ლითონის ბადით და აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით. პროექტის ღირებულებამ 505,000 ლარი შეადგინა. სპორტული მოედნის გახსნის შემდეგ გაიმართა კონცერტი ქართული ესტრადის წარმომადგენლების მონაწილეობით. განახლებული ინფრასტრუქტურა დედაქალაქის მერთან ერთად ჩუღურეთის გამგებელმა დავით მაკაცარიამ, რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ჩიკვილაძემ და პარლამენტის დელეგატმა რიმა ბერაძემ დაათვალიერეს. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. აშშ ხელს შეუწყობს მშვიდობის უზრუნველყოფას მას შემდეგ, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხი მოგვარდება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. ომის მოგვარების შემდეგ ჩვენ ხელს შევუწყობთ მშვიდობის უზრუნველყოფას და ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ეს მოხდება, განუცხადა ტრამპმა Fox News. მან კიდევ ერთხელ აღიარა, რომ უკრაინაში ომის დასრულების ხელშეწყობა უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ელოდა და რომ ის ძალიან იმედგაცრუებულია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინით. ვფიქრობდი, რომ პრეზიდენტ პუტინთან ჩემი ურთიერთობების გამო ყველაზე მარტივი შესათანხმებელი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი იქნებოდა, ამიტომ იმედგაცრუებული ვარ, აღნიშნა ტრამპმა. პრეზიდენტის თქმით, კვლავ სჯერა, რომ კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლებლობა არსებობს და რომ ამის მიღწევის ერთ-ერთი გზა ევროპის მხრიდან რუსული ნავთობის ყიდვის შეწყვეტაა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პოლონეთისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვის მნიშვნელოვან პროექტს მწვანე შუქი აუნთო და დაამტკიცა ჯაველინის სარაკეტო სისტემებთან დაკავშირებული გარიგება, რომლის ღირებულება დაახლოებით 780 მილიონი დოლარია. ინფორმაციას უკრაინული ინგლისურენოვანი გამოცემა კიევ პოსტი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ კონგრესისთვის წარდგენილი შეტყობინების თანახმად, გარიგება მოიცავს ჯაველინის 2506 რაკეტას და 253 სამართავ გამშვებ ბლოკს. სააგენტოს განმარტებით პოლონეთის ჯავშან ტექნიკის საწინააღმდეგო შესაძლებლობების ეს მნიშვნელოვანი განახლება მიზნად ისახავს ნატოს მოთხოვნების დაკმაყოფილების უნარის გაუმჯობესებას. კიევ პოსტთან საუბრისას ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა ჯაველინების მიყიდვის დამტკიცება ვაშინგტონის მიერ ვარშავის მხარდაჭერის ხელშესახებ ნიშნად შეაფასა. ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ქართული კოშმარის არაღიარების შესწორების წინადადება წარადგინა. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემი ქართული კოშმარის არაღიარების შესწორება მიღებულ იქნა სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში ჩართვის მიზნით, წერს უილსონი X-ზე. კომუნისტური ჩინეთის, ირანისა და რუსეთის მიმღებლობის პარალელურად ამერიკის შეურაცხყოფა იზოლაციისკენ მიმავალი ცალმხრივი ბილეთია, წერს უილსონი. შესწორების ტექსტში აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების არც ერთმა თანამდებობის პირმა არ უნდა განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც ქართული ოცნების მთავრობის აღიარებისკენ არის მიმართული. კიევ პოსტის ვაშინგტონის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, რომ წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა დაამტკიცა ფორმულირება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტის ფარგლებში საქართველოში ანტიამერიკული რუსული ოცნების რეჟიმის აღიარებას უკანონოდ ცნობს. შესწორება მიღებამდე წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა უნდა დაამტკიცონ.
ლატვიაში რუსული დრონის ნამცხრობები იპოვეს. ამ შესახებ განცხადებას ლატვიის შეიარაღებული ძალების და თავდაცვის მინისტრი ანდრის სპრუდსი ავრცელებს. ვარვეს რაიონში ზღვამ დრონის უკანა ნაწილის ნამცხრობი გამოიტანეს სანაპიროზე. შეიარაღებული ძალების აუფეთქებელი საბრძოლო მასალის ნეიტრალიზაციის ჯგუფი ადგილზე მიემართება ობიექტის გასაანალიზებლად. ნათქვამია განცხადებაში. მინისტრმა მოგვიანებით განაცხადა, რომ დრონის აღმოჩენილი ნამცხრობი რუსული სატყუა რა დრონი გერბერას უკანა ნაწილია და მასში ასაფეთქებელი ნაწილი არ იქნა აღმოჩენილი. თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს დაბავალე პოლონელ კოლეგებს დაუკავშირდნენ და გაარკვიეს დრონი იმ ტიპის არის თუ არა, რომელიც გასულ კვირას პოლონეთში აღმოაჩინეს, განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.